მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სოციალურ თემატიკას. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ცნობილი მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი ბატონი გივი სიხარულიძე. მოგესალმებით, ბატონ გივი, დიდი მადლობა. შვილო. ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონ გივი, პირველ რიგში მინდა დაგისვათ კითხვა, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ნუ ამ პროცესს მე პოლიტიკურს არ დაუძახებ. იცით რა არის? როგორ გონია თქვენ აი ეხლა შენ ბავშვი ხარ, ოქტომბრის რევოლუცია რო იყო იქ რუსეთში. ეს გააკეთეს რუსებმა, არც ერთ ვარიანტი შემოკარგო. ეს გააკეთეს ავსტრიელებმა, ავსტრიელებმა გააკეთეს დააფინანსეს, შეაგზავნეს ხალხი, თავისი ხალხი ყავდა ეს რუსის ჭკუით დატენილი ებრაელები, ზინოვიევი, კამენები ქვეყანა და გააკეთეს რევოლუცია. ხო და რაც გამოიწვია იმ რევოლუცია მე ძალიან კარგად იზის ყველა. რა დღეს შევარდა ხალხი, ხო? ერთი რამე იცოდეს ყველამ, რომ არც ერთი რევოლუცია არც ერთ ქვეყანაში არ ხდება თვითონ იმ ხალხისგან. ვიღაცის დაკვეთით აკეთებენ ესენი. ეხლა მე ერთ რამას გეტყვით რა, დაიღალა უკვე ჩემი ქვეყანა ამდენი უმსგავსოებით. მე არ ვიზახი რომ არ გეკონოთ რომ მე ამათ ვაგინებ ხამ. აი ეს ბავშვები ვინც გარეთ არიან ეხლა. უბრალოდ გული მწყება რომ მოტყილებულები არიან რა. თორესანი ანგელოზივით ბიჭებია და გოგოებია, მაგრამ ნუ მოტყილებულია და რა ქნას. ზოგი მოსყიდულია, ეგეც არის. მე რა შეეხება აი მათ ვითომ ოპოზიციას, დაწყებული ნაციონალებიდან დამთავრებული ყველა, ეხლა კარგად ვიცნობ მაგათ ყველას რა. კარგით რა ნუ ატყილებენ ხალხს და ეხლა ძალიან მეშინია რომ რამე ცუდი ამბავი არ მოხდა. არც მოხდება ცუდი ამბავი. მე ვიცი რომ 4 რიცხვი ჩაივლის კარგად. მე მინდა რომ არავითარი დაპირისპირება არ მოხდეს. ყველა თავის სახლებში 4 რიცხვში წავიდეს ბედნიერი, გამიგეთ და ესე იგი როცა უკვე გაიმარჯვებენ ესენი. მე მაგა პირდაპირ ვაცხადებ. აი რო არ იყვენ ესენი, რო არ იყვენ, ოცნება რო არ იყოს, მე მივცემდი პატრიოტთა ალიანსს ხმას. აი ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ ეხლა ვაძებ ესე იგი ხმას ოცნებას. სრული დამაჯერებელი ჩემი მე რომ ჯერა იმიტომ ვაძებ. ეხლა მეორე. თუმცა არსებობენ ოპოზიციური ძალები, თუნდაც პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც ძალიან ბევრი მხარდამჭერი ხარ. კი ბატონო, მაგრამ გაიმარჯვებს, ოცნება გაიმარჯვებს ეს მე ესემ წამს და მე ვაძლევ ხმას ოცნებას. რო არ არსებობდეს ოცნება, მივცემდი პატრიოტთა ალიანსს. სხვას არ მივცემდი მაგათ არცეთს. ამაზე კაი რა ვთქვა, იმიტომ კი არ ვიზახი რომ თქვენთან რო ვარ, ესე მოვიქცეოდი ნაღდად. ხო და ეხლა რა შეეხება? მე მინდა რომ აი როცა ეს არჩევნები მორჩება და გაიმარჯვებს, ძალიან ძლიერად გაიმარჯვებს ოცნება, გააკეთონ აი დეკლარაცია ესეთი რა. შეწყალების, სიყვარულის, პატიების დეკლარაცია. და სულ ყველა თუ ვინმე პატიმ არ ეყავთ. ახალგაზრდა ბავშვებიდან დაწყებული. დამთავრებული. და თუ ეს არ მოხდა ბატონო გივი. თუ არ ეს არ მოხდა, მე მაშინ არ გავში მაგათ, მაგრამ ჩემი სურვილია, რომ კარგი იქნება, რომ მათი გამარჯვების შემდეგ გამოუშან ესენი ყველა და ოღონდ გამოუშან როგორ იცით? ისე არ უნდა გამოვიდნენ ესენი დაბოღმილი და ამბაცი არა, უნდა იმათ მიხვდნენ, რომ ამ ხალხმა აპატია და სიყვარულით უნდა გამოვიდნენ და მინდა რომ აი ეს გარკვეული წლები 4 წელი იქნება, ხომ ეს? რამდენი ხანი გასწავლ? 4 წელი. 4 წელი იყოს მშვიდობის, სიყვარულის, მოფენების და ერთმანეთის გაგების წლები რა. თუმცა და დამთავრდეს ეს მანხალალია. ეს მანხალალია დამთავრდეს, რომელიც არის ყველანაირად სხვა ქვეყნებიდან დადგმული სცენარი და დაფინანსებული. თუმცა თუ ასე არ მოიქცევა ოცნება, ალბათ ძალიან ცუდი პროცესები განვითარდება. ეს არ ვიცი, იცით რა, მე არ ვიცი რა მოხდება მერე. მე ვიზახი, კარგი იქნება რომ ეგრე მოხდეს. თუმცა მშვიდობა, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარია ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა, იმიტომ რომ არც ერთ რევოლუციას კარგი არ მოუტანია ხალხისთვის. და მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ზღვარზე. და ძალიან უჭირს ხალხს ცხოვრება. გინდა მალაპარაკო მე რო ჩვენი ქვეყანა სოციალურ არაფერი სოციალურ ზღვარზე არ არის. ძალიან კარგად არის იმასთან შედარებით, რაც მე მახსოვს რა დღეშიც იყო საქართველოს. და აი უნდა და უფრო კიდე უნდა გამივტარდეთ და უფრო ლამაზად წავიდეთ ჩვენი ცხოვრება.
არავით არის ზღვარზე არა ვართ. ჩვენივად წავიდა ყველაფერი. გასაგებია, თუმცა სოციალური ფონი დაბალია ჩვენს ქვეყანაში, ბატონ გივი, ადამიანებს უჭირთ ცხოვრება, შობადობა არის შემცირებული, სიკვდილიანობა მაღალია. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მაგალითად მრავალშვილიან დედებს უფრო მეტი წახალისება უნდა ჰქონდეს. კი ბატონო, მაგაში გეთახმები, პენსიაც არ არის ისეთი როგორც კი ბატონო, მაგრამ ყველაფერი ნელ-ნელა გამოწორდება და წავარ წინ. არავით არის რევოლუცია, არავით არის სხვისგან დაგეგმილი, სხვისგან ჩათესლილი, სხვისგან დაფინანსებული და იდეურად მომზადებული რევოლუციები ჩვენ არ გვჭირთ. იცი რას გეტყვი? სულ ლაპარაკია იმაზე, ჩვენ ევროკავშირმა რომ მიგვიღოს, ჩვენ უნდა ეს პუნქტები შევაცვლოთ. შეიძლება რომ ნორმალურ ქვეყანად თუ გთვლიან ჩვენ და ღირსეულ ქვეყანად. შენ რატომ მიბრძანებ? მე რომ იმ შემთხვევაში მიგიღებ, თუ შენ გომოსექსუალისტებს, ჰომოსექსუალისტებს და ლესბოსელებს დაუჭერ მხარს. შენ უკვე მე სილა გამაწამი. შენ უკვე მითხარ რომ შენ არარაობა ხარ და რასაც გეტყვი იმას მოიმოქმედებ. რადგანაც ესე გვეპყრობიან, ამიტომ შვენიერი კურსი აიღო ბიძინა ივანიშვილმა და ძალიან კარგად იქცევა. რომ თავიდან რომ გამოუცხადოს, აღარ გვინდა ძმაო, თუ არ გინდათ, შემდეგში გავაგზავნოთ ურთიერთობა. არავის სახვეწარი ჩვენ არა გვაქვს. თუნდაც ჩვენ კავშირში შემოვიდნენ, ოღონდ მამაკაცები შემოვიდა და ნამდვილი ქალები და პედარასტები და ლესბოსელები თავის ქვეყანაში დაიტოვონ. კი ბატონო, მე მინდა გკითხოთ ასევე ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზე, რომელიც გახლავთ ემიგრაცია. ნუ მაღაზია ხა 200-ზე ხო არ არსებობს. ემიგრაცია ძალიან დიდი ჩვენი ქვეყნიდან გასვლა. ნუ რატომ? იმიტომ რომ ნელ-ნელა ვდგებით ფეხზე და ეს ხალხი გადის საჩვენს, კი ბატონო, ლუკმაპურის საშუალებლად, ოჯახების შესანახად. იმისთვის რომ პატიოსად იშრომოს და თავის ოჯახს აქ დაეხმაროს. ძალიან დიდი ემიგრაცია და აი ამ 4 წლის განმავლობაში მე ვწამს რომ ნელ-ნელა თუ ის ქვეყანა დადგება როგორი ქვეყნისაც მე მჯერა და მგონია ჩამოვლენ იქ ემიგრაციაში ნაყოფი ხალხი და თავით ოჯახებს მიხედავენ. გასაგებია, მე მაგალითად თელავში ვიყრი ახლა კენჭს. შენ ახლა გეტყვი რაღაცას. ახლა შენ მე რომ თელავში ვცხოვრობდე, მე შენ როგორც გიცნობ, ისინი ხო არ გიცნობენ ის როგორც მე, ხო? შენ ახლა ძალიან ჭკვიანი გოგო ჯერესეთი. მე მარტო ჭკუა არ ყოფნეს ადამიანს. შენ შეგიძლია ურთიერთობები. ურთიერთობა ყველაფერი. ურთიერთობით იწყება და ურთიერთობით არ მთავრდება ცხოვრება. მე შენ ახარ კეთილშობილი გოგონა, რომელსაც გინდა შენი ქვეყნისთვის ბედნიერება. შენი მხარე გიყვარს სიგიჟემდე, შენი თელავი, შენი წინანდალი, კახეთი გიყვარს, კახელი ქალი ხარ და კახურის სიცხლი ჩქებს შენში და მაგალითად მე ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თელაველმა ხალხმა და ეს კახელებმა შენ მხარი დაგიჭირო. თქვენ რომ თელაველი იყოთ? აუცილებლად, მე თელაველიც რო არ ვიყო, აქედანაც დაგიჭერდი მხარს. დიდი მადლობა. რას მოუწოდებთ თელაველებს და რა იქნება თქვენი სათქმელი? თელაველებს ერთ რამეს მოუწოდე, რომ მე შემიძლია თამამად თქვა ერთი რამე, რომ მე სიგიჟემდე მიყვარს კახელი ხალხი და ეს ხომ მკითხეს მე თბილისის გარდა სად ცხოვრობდიო? გაგრაში და თელავში მეთქი, თელავში და გაგრაში. თელავი მიყვარს სიგიჟემდე, კახელი ხალხი მიყვარს. კახელი კაცი და კახელი ქალი ჩემთვის ძალიან მისაღები, იმიტომ მე არ მიყვარს ქვეშ-ქვეშა და მოკილიკე ხალხი. მე მიყვარს პირში მთქმელი, ავსაც რო პირში გეტყვის და კარგსაც რო გეტყვის ჰალალ მართლად. და ესეთად მიმაჩია მე კახელი ხალხი და მეორე. ვინც უნდა თქვას არ ვიცი, ყველას თავის აზრი აქვს. დავით აღმაშენებელმა დაწყებული სულ ყველა გორგასალი თუ მთელი მეფეები რო ავიღოთ, ხო? რა ქონა ხა როეწყიდება ნურავის და ჩემთვის ყველაზე დიდი მეფე იყო ეს უბრალოდ მოკლავის აზრია და არა ისტორიკოსის არ ჩემთვის ყველაზე დიდი მეფე იყო მეფე ერეკლე რომელიც 75 წლის კაცი კიდე ამხედრებული ცხენზე ხმარს იქნებდა ძმაო და ერის სადარაჯოზე იდგა ეს ვაშკაცი კაცი რაინდული თვისებების რაინდი იყო რა და მეორე კიდე ისო ძალიან სწორი არჩევანი ხა მე ხო ვიცი ამის გულისთვის მე შემიძულებენ, მაგრამ პირდაპირ უნდა თქვა, ყველაზე სწორი არჩევანი მან გააკეთა, ესე იგი იმ პერიოდში. ჩემო კარგებო, მუსულმანური სამყარო, რომელიც ჩვენ მარცხნიდან გვარტყია ირანი, მარჯვნივ თურქეთი, ხო, სიტყვაზე ვიძახი. ირანის შახის კარზე იყო გაზრდილი მეფე ერეკლე.
ეს რაინდი კაცი. ყველაზე კარგად იცოდა რა იყო მუსულმანური სამყარო. და როდესაც დადგა დრო ორშიეთი უნდა ერთია ან მუსულმანური სამყარო ან ქრისტიანული, მან აირჩია ქრისტიანული ქვეყანა, თუმცა იცოდა რომ იმ ქრისტიანულ ქვეყანაში ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადადგეს მათ ჩვენს მიმართ, მაინც ქრისტიანული აირჩია და დღეს ჩვენ რო ქრისტიანები ვართ, უნდა ვუმადლოთ სპარსულ ტანსაცმელში გამოწყობილ ეროვნული სულით გამწყინებულ ქართველ რაინდს მეფეერეკეს. და რა იქნება თქვენი მოწოდება ბატონო გივი? თელაველებს ჩვენს კახელებს რას ეტყვით? ძალიან მნიშვნელოვანი დღეა შაბათს 4 ოქტომბერს. მე ხო ვთქვი ხა. მე თელაველებს ვეტყვი რომ მე უჭერ მხარს ოცნებას. იმათაც ოცნებას დაუჭირონ. ოღონდ შენ დაგიჭირო მხარი, იმიტომ ძალიან ღირსეული გოგო ხარ. მადლობა, დიდი მადლობა. მე მინდა გკითხოთ ასევე სხვა პრობლემებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად აი თელავშიც და თითქმის ყველგან სტუდენტები, რომლებსაც თანხის უკონლობის და ბინის უკონლობის გამო აქვს სტატუსი, ასე რომ ვთქვათ, შეჩერებული. ეს არის საშინელება. ჩემი პირველი თემა, როდესაც შევალ საკრებულოში ამ თემაზე ღიად დავიწყებ საუბარს, თელავის უნივერსიტეტს ბატონო გივი ჰქონდა წლების წინ სტუდქალაქი, თქვენ უფრო გეხსომებათ. და მთელი რაიონიდან აღარ გააგრძელო, ეცოდი, ვიცი, დადიოდნენ ბავშვები. აღარ გააგრძელო. კი ბატონო. მე გავიზარდე გაჭირებაში. მამაშემი გადასახლებული იყო ციმბირში. დიახ. და რო ჩამოვიდა, მე ძლივს პედაგოგად ის ყველა თანამდებობა ხარ, მე პედაგოგად და მე თავის დამსახურები და ყველაფერი ვეღარ შეძლეს და მაინც სკოლის დირექტორი გახადას. ჩემი მეზობელი იყო გარიკა, რომელიც ბაზარში, დეზერტირის ბაზარში მუშაობდა, სასწორებს აძლევდა. დღეში ქონდა 100 მანეთი, ყოველ დღე და მამაჩემ სკოლის დირექტორს 200 მანეთი ქონდა თვეში. გავიზარდე გაჭირებაში, უბედურებაში, ოხრობაში. ეხლა რამიდა რატო ვიძახი ამას? მე რო ვიცი გაჭირების ფას ისე არავინ არ იცის. ჩემო კარგო, ეხლაც რო უკრაინაში ბრძოლა რომ მიდის, უკრაინელი მილიონერი შვილები ევროპაში ცხოვრობენ ფუფუნებაში. ვინ იღუპება იმაში, რა ქვია, უკრაინის და რუსეთის ომში? იღუპება უკრაინელი წესიერი ადამიანის, გაჭირებულის პატიოსანი კაცის შვილი. ვინ იღუპება რუსეთის იმპერიიდან ომში? მდიდრების და იმის, რა ქვია, გაფეთიშებული ხალხის შვილები ბრძოლობენ? იქაც ესეა. ერთი რამე არსებობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავინ გაჭირებული ხალხის ხარეს არ არის. ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობს და ესეა მოწყობილი მსოფლიო და აქ ვერ შეცვი ვერაფერს. ესე იქნება აქაც, მაგრამ ერთი რამეა, მე ჩემ მთავრობას ვთხოვ, აი მე გივის იყავ და თბილისის საპატიო მოქალაქე, ბათუმის საპატიო მოქალაქე, კაცი, რომელიც ღირსების ორდენოსანია, ყველა პრემიები მაქვს, გახსნილი მაქვს ვარსკვლავი, ფილარმონიის დარბაზის წინ და ჩემო კარგებო, ვარ საქართველოს კულტურისა და ხელოვნების ქურუმის წოდების მატარებელი. გთხოვთ, ეხლა რომ გაიმარჯვებთ, ძალიან გთხოვთ, რომ მიხედეთ გაჭირებულ, წესიერ, პატიოსან, შრომელი ხალხის ოჯახებში გაზრდილ ახალგაზრდებს, რომელსაც სწავლა უნდა და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათი სწავლა რაც შეიძლება, როგორც შეიძლება უფასო იყოს. იცით, ალბათ თქვენც ძალიან ხშირად გქონია შემთხვევა, როდესაც შესულხართ ბატონგივი მარკეტში და გინახავთ ახალგაზრდა ბავშვები დასაქმებული, სტუდენტები, რომლებიც ბინის ქირას ვერ იხდიან და შესაბამისად ძალიან დატვირთული გრაფიკით მუშაობენ, პატარები ვერ ახერხებენ სწავლას, რათა გადაიხადონ ბინის ქირის ფული და იკვებონ. აი ყველაფერი უნდა ეს გამოსწორდეს, მაგრამ ეხლა რო იძახიან ესენი პარტიები, აი მე რომ მოვალ, მე ამას შეცი რას გეტყვი, ჯერ გააკეთე და მე მოდი. ჯერ გააკეთე ის, რასაც ამათ უძახი არ გააკეთეთო და მე მოდი მთავრობაში.
აი სხვათა შორის პატრიოტთა ალიანსს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, თუნდაც ავიღოთ სოციალური დახმარების პროექტი. ბატონგივი არაერთ გადაცემაში ყოფილხართ სტუმრად და კაცო, შენ კარგად იცი, რომ მე ირმად ძალიან მიყვარს. არა, მე სხვა რამეს გეუბნებით, დავსვამ კითხვას. გინახავთ არაერთ სიუჟეტში, როგორ ვარიგებ შენ ვარიგებ, და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ამდენი, რამდენიც აქვს პატრიოტთა ალიანსს გაკეთებული. მე რა გითხარი შენ, რომ თუ არ იქნებოდა ოცნება მეთქი, არ მიიღებდა მონაწილეობას. არჩევნებში მივცემდი იმას, რა ქვია, ხმას 8 ნომერს. თქვენ რისთვის მხოლოდ იმიტომ ჯერაცეთი რომ თქვენი ხელმძღვანელი რა გვარია? ბატონი დავით თარხანმოურავი. დავით თარხანმოურავი განათლებული კაცი როა იმიტომ მომწონს. მე ეროვნული ღირსებით სავსეა და მე მან იცის რუსეთის ფასი. ჩემო კარგებო, დღეს ჩვენთან საქართველოში რო არ დგას თურქეთის ჯარი და ირანის რუსის ხელი რო გვიდევს და არ იმაშვებიან, ამის გამო ვერ შემოდიან. თორე თბილისიც აღარ იქნებოდა თბილისის. აი, ჩემი აზრი ეგრეთია. შეიძლება ვწდებოდეთ, ნუ რავი, ნუ დამიჯერებთ. მაგრამ დღეს რო აქ არ ფარფაშებენ თურქები და ირანელები, ისევ რუსის შიში. გასაგებია. ბატონგივი, 2 წუთი რჩება გადაცემის დასრულებამდე და მე მინდა სრულიად საქართველოს მიმართოთ. რა იქნება თქვენი მიმართვა? 2 წუთი გვაქვს დრო. ჩემი მიმართვა ერთია. დაანებეთ ამ შუხს, უბედურებას, დავი. ავა სვისი დარიგებებით, უცხოტობებით, რომელსაც ჩვენ ჭირით ვეძებდა, რომელსაც უნდათ, რომ ქართული მიწა ქართველების გარეშე იყოს, ნუ დაუჯერებთ მათ. მხოლოდ თქვენი აზრით იმოძრავეთ. და ერთი რამე ქენით, ეს ეხება პოზიციას, ეს ეხება ოპოზიციას, ორვეს. რომ მოუხმეთ გონებას და მხოლოდ სიყვარული გადაარჩენ ჩვენ სამშობლოს. სიძულვილი ჩვენ დავიღუპებით. დიდი მადლობა, ცნობილი მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე სპორტსმენი ბატონ გივი სიხარულიძე იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. რამდენიმე წუთში სარეკლამო ჭრის შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.